ის უნდა ითქვას, რომ ის სრულიად სიმართლეა ის, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ნამატია ფასებზე, გაცილებით მაღალი ვიდრე ძლიერ ქვეყნებშია. საქართველოში ზოგადად ფასების ნამატი იმიტომ არის ასეთი მაღალი, რომ აქ კონტროლი არ ხდება, საერთოდ მიშვებულია ეგ თემა, ამიტომ ბუნებრივია, რომ საქართველოში ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ფასები აი ასე უკონტროლო პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან გაბერილია და თან პრინციპში ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები არიან ზოგადად მსხვილი ბიზნესების უკან და ეს სინამდვილეში ყოველთვის ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ რატომღაც ეხლა დაიწყო ამაზე საუბარი, ხო? ანუ ის ცალსახად უნდა ითქვას, რომ ფასების ნამატი სახეზეა, თან ეს ყველა მიცის, რატომ ხდება ეხლა ამაზე ლაპარაკი, ჩვენ პრინციპში საკითხი აი ამ კუთხით უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ მე საერთოდ არადამაჯერებლად მიმაჩნია ვიღაცას ის თუ წარმოუდგენია, რომ რაღაც ეხლა რაღაც გამოღვიძება მოუვიდა ქართულ ოცნებას, ეგ არ არის ლოგიკაში არ ჩნდება, ხო? ამიტომ განვიხილოთ ის ფაქტორი, რატომ მაინც და მაინც ეხლა, ხო? ყველაზე დამაჯერებელი მაგ კითხვაზე პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ზოგადად ხედავთ საქართველოში ძალაუფლების გარკვეულ გადაჯგუფებას. ანუ ის რომ ბიძინა ივანიშვილის ხელშია სრული ძალაუფლება, ეგ უცვლელი რჩება, მაგრამ საერთოდ ეს ერთპიროვნული მართველი ხო ჩართული აი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ვერ იქნება ისეთ დონეზე, რომ აი ყველაფერს აკონტროლებდეს, ხო? ანუ სხვადასხვა ჯგუფები არიან, რომლებიც მართლობის სხვა, ანუ მეორე ხარისხოვანი მართლობის ხელში ჩაგდების პროცესი მიმდინარეობს, ხო? ანუ იყო მაგალითად მანამდე ჯგუფი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, რომელიც პრინციპში ყველაზე გავლენიან თანამდებობებზე იყვნენ და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ჯგუფი შეიცვალა, ხო? და ეს თანამდებობები სხვა ადამიანები დაინიშნენ, ასევე ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან ანუ ასოცირებული კიდე სხვა პირებიც ბიზნესის თვალსაზრისით იქნება თუ სხვა თვალსაზრისით რაღაც პრობლემები შეექმნათ, ხო? ანუ ეს არის მეორე ხარისხოვანი ძალაუფლების ბერკეტებზე გადაჯგუფება სახეზეა, ხო? ჩვენ ამას ხედავთ და ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ასევე ბიზნესი. ხო, რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ეხლა რაც რა პროცესებით მიმდინარეობს, მაგაში ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური არის ის საკითხი, რომ იმ ყველაფრის გაგრძელება შეიძლება იყოს ეს დღევანდელია ეს ფასების რეგულაციის სახელით ბიზნესების რაღაცა ეხლა ჩვენ ვიცით რომ სუსი შევიდა, ხო? და იქ რაღაც შემოწმებები დაიწყო. ერთ მთლიან პროცესად შეიძლება, ან რაღაც დონეზე შეიძლება ერთმანეთთან დავაკავშიროთ, თქვათ ღარიბაშვილის და მისი კლანის გარშემო განვითარებული მოვლენები, მისი დაკავება. მოდი ასე ვთქვათ. ანუ ეს ანტიკორუფციული. კი, მე საერთოდ არ ვემხრობი რას. ეხლა გადაჭრით მაგის თქმა ჯერ შეუძლებელია. ჯერ პირდაპირ ასე მოჭრილად იმის ლაპარაკი, რომ ეს
ყველა ვარიანტში მაგის გაგრძელება არ არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ხო დასკვნებს ვაკეთებთ ოფიციალური ინფორმაცია რაც ვრცელდება მაგის ანალიზის საფუძველზე და ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისთვის რომ ზუსტად დავადგინოთ რა პროცესები მიმდინარეობს. ის რომ თუ საკითხი დგას ასე რომ მართლა ფასების დარეგულირება მიმდინარეობს, ეგ ცალსახად კარგია. ანუ არსებობს საქართველოში ხა სხვადასხვანაირი რაღაც კრიტიკები ისმის, ხო? არსებობს ისეთი ხალხიც, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ როგორ შეიძლება ეს დარეგულირება და რა თქმა უნდა სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და ასეთი კრიტიკაც ისმის, მაგრამ ეგ შეიძლება ვიღაცასთან დებატების ფორმატში მაგ თემაზე ისაუბრო, მაგრამ ასე რადგან ეხა მაგ აზრის წარმომადგენელი არ გვყავს აქ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეგეთი შეხედულებები ძალიან აცდენილია რეალობას და სინამდვილეში რა თქმა უნდა კონტროლი ხდება ყველა ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, საერთოდ უკონტროლო არ არსებობს ქვეყანა, ყველა ქვეყანაში ხდება და ის ეგრეთ წოდებული ცივილიზებული სამყარო, რომელიც საქართველოში ბევრისთვის არის ყველაზე მისაბაძი ქვეყნები, იქ კონტროლი არის გაცილებით მეტი ვიდრე საქართველოში. ამიტომ საერთოდ მაგალითებით თუ ვიმსჯელეთ, ხო, კონტროლი ზოგადად საქართველოში როგორ დაბალ დონეზეც არის, ეგ პირიქით არაცივილიზებული ფორმა, ხო და ამიტომ კონტროლი ცალსახად საჭიროა ფასების, რა თქმა უნდა, გაბერილია და რა თქმა უნდა, ფასების შემცირებაზე მუშაობა საჭიროა. უბრალოდ მიზეზი რატომაც არ გამოიყურება ეს პროცესი მაგ კუთხით დამაჯერებლად, რომ მართლა ეგ პროცესი, ანუ ფასების შემცირებასთან არის დაკავშირებული და უბრალოდ ხელისუფლება ეხლა ამუშავდა. ხო, ეგრე არ გამოიყურება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ის წინა მოვლენები, რომელზეც ასევე ძალიან ბევრი შეკითხვები ჩნდება, ხო? თითქოს რაღაც კორუფცია, რომელი კორუფციაც რაღაც არაადეკვატურ ციფრებში დაკონვერტირდა, მე სასჯელიც საერთოდ რა კრიტერიუმებით შეირჩა, ზოგი გამოუშვეს, ზოგი ჩასვეს, ზოგი რაღაც ფული მიატანინეს, გამოუშვეს. საერთოდ პროცესი, რომელიც ჩვენ თვალწინ წარიმართა, პირიქით უფრო დიდ კორუფციაზე მიანიშნებს, ხო? ამიტომ აქაც ჩვენ შეგვიძლია ასეთი რაღაც ვივარაუდოთ. ეს ვარაუდი დონეზე უნდა დარჩეს ამ ეტაპზე, მომავალში რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო კარგად გაირკვევა, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავშირებულია ჩემი აზრით ეს მოვლენები და ის მოვლენები ზოგადად საქართველოში მიმდინარეობს სხვადასხვა ჯგუფები, ვინც არიან ქართულ ოცნებაში და ისეთი ჯგუფები, რომლებიც მათ ეხლა აიღეს ძალაუფლება, ესეთი ჭორებს, აგორებს სხვათა შორის ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ტელევიზიები, ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვამატებ, რომ როგორც ძალიან მოუხშირეს იმ ტელევიზიებმაც ქართულ ოცნებას, რაც აწყობს ისეთი საუბარი, ხო და ის ტელევიზიები ავრცელებენ ეხლა, რომ თითქოს ივანიშვილი რაღაც აღარ აკონტროლებს სიტუაციას და ივანიშვილის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს და საფრთხეშია ივანიშვილი და რაღაც ასეთ სისულელეებს ავრცელებენ. სინამდვილეში ეგ რა თქმა უნდა, ეგ მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ როგორც შესაძლებელია, რომ ეს ოპოზიციური არხები და თვითონ ოპოზიციური ჯგუფებიც უკვე, შეთანხმებულად რაღაც ერთ საინფორმაციო პროპაგანდის ესეთ ხაზს ავრცელებენ ერთხმაში სამთავრობო პროპაგანდასთან ერთად. ამიტომ ეს ყველაფერი როგორც ჩანს არის ასეთი საქართველოსთან გარედან ზეწოლა
გარედან ზეწოლა შემცირდა. შემცირდა არა იმიტომ, რომ საქართველოს ქართულმა ოცნებამ რაღაცა მაგარი ნაბიჯები გადადგა, მაგითო არა. უბრალოდ გარედან ინტერესი შემცირდა საქართველოზე ჩარევის ინტერესი. ისე ვითარდება უბრალოდ პროცესები, რომ შეიძლება ითქვას. ანუ გარემო შეიძლება. სხვა პროცესები გახდა. საქართველოში არაფერი არ შეცვლილა, ყველა უბრალოდ გარე ფაქტორები შეიცვალა საქართველოსთან მიმართებაში, ამიტომ ზეწოლა არის უფრო შემცირებული. შესაბამისად, საქართველოში ეხლა ეს გამორკვევა ვის ხელში რა უნდა იყოს და ვის რა უნდა ეკუთვნოდეს, ვინ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ამ ყველაფერზე მიდის ჭიდაობა, ხო? აი ამ თვითონ ქართულ ოცნებების შიდა სივრცეშიც ასევე და ასევე ბიზნესის კუთხითაც იგივე ხდება. საქართველოში მე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ ვწდები და იმედი მაქვს რომ მართლა რაღაც კულტურული და მართლა რაღაც ცივილიზებული ფორმებისკენ გადადგმული ნაბიჯს თან გვაქვს საქმე, მაგრამ სინამდვილეში არ არის ეგ დამაჯერებელი ჯერჯერობით, ანუ ესეთი ვერსია უფრო დამაჯერებელი, რომ ეხლა უბრალოდ აი ვინც ძალაუფლების სათავეში ახალი ჯგუფი მოვიდა, ისინი მათთან დაკავშირებულ ჯგუფებსაც ასევე ბიზნესებს და ასე შემდეგ ცდილობენ რომ გადაუნაწილონ და აი თავისი კონკურენტები რომ დაასუსტონ და პრობლემები შეუქმნან, ხო? ჯერჯერობით ეგ სურათი ჩანს. ასევე ეს ყველაფერი იმასაც უკავშირდება ჩემი აზრით, რომ საერთოდ ქართული ოცნების შიდა კონკურენცია როგორ გამოიყურება, მაგის აი მაგალითს მოვიყვან რა. ქართულ ოცნებაში შიგნით ხო სხვადასხვა ჯგუფები არიან, რომლებიც თავის კონკურენტ ჯგუფის არაეფექტურ მუშაობაზე, რა თქმა უნდა, შეჩივლებენ ალბათ ბიძინა ივანიშვილს, რომ აი იმათმა გააფუჭეს საქმე, იმათმა რაღაცა არაეფექტურად გააკეთეს. ხო და სავარაუდოდ აი ამ უკანასკნელი მოვლენებით ბიძინა ივანიშვილი არ იყო კმაყოფილი და ეს ვიღაცეებზე აისახა, ანუ საქართველოში ხო დასავლეთთან მიმართებაში დასავლეთისგან ზეწოლა იყო აი ამ ბოლო ეტაპზე, როცა უკრაინაში ომი დაიწყო საქართველოსაც მაგ მომენტში წამოვიდა ზეწოლა. ეგ ისედაც ადვილი გასათვლელი იყო, რომ ეგ მოხდებოდა. ხო, წამოვიდა საქართველოს ზეწოლა და აქ რანაირი პასუხები და რანაირი რეაგირება მოხდა, სავარაუდოდ მაგით არ იყო ივანიშვილი მთლად კმაყოფილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მის ფინანსებსაც შეეხო ეს ზეწოლის რაღაც დონეზე ივანიშვილსაც გაუყინეს ფული, ხო? ამიტომ ალბათ სხვა კონკურენტი ჯგუფი, რომელიც მაშინ ნაკლებად იყო გადაწყვეტილების მიმღები, იმათმა შესჩილა, რომ აი ამათი ბრალია ეს შედეგი და ეს ყველაფერი ჩანაცვლება მიმდინარეობს და ეგ უნდა ყველას ესმოდეს, ბიზნესი და მთავრობა კი ისე არის წარმოჩენილი, რომ თითქოს ეს რაღაც ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის და ბიზნესი რა შუაში ამ მთავრობასთან და იქ ახლა მაგალითად კობახიძე რო შეხვედრა ქონდა გუშინ, იქაც ეგ ტექსტი გაჟღერდა, რომ ის საერთოდ არ ემხრობა მთავრობა რო ჩაერიოს ბიზნესში და ბიზნესი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ესეთი რაღაც სიტყვები ვრცელდება, მაგრამ ეგ ახლა ვინც ბავშვური რაღაც შეხედულებებიდან გამოსულია, ხო, ის უნდა ხდებოდეს, რომ ბიზნესი და მთავრობა გადაჯაჭვულია საერთოდ ერთმანეთთან და საქართველოში მით უმეტეს თუ კი რაღაცა მსხვილი ბიზნესი ფუნქციონირებს, იმას მთავრობასთან ასე ვთქვათ დალაგების გარეშე შეუძლებელია, რომ ეგ ბიზნესი საერთოდ ფუნქციონირდეს
ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც საქართველოში არის იმხელა მასშტაბების, რომ უკვე ქვეყნის ეკონომიკაზე სერიოზულად ზემოქმედებს, მან პირდაპირ დაკავშირებულია, ეგ პირდაპირ ეგ ხალხი მაგ ხალხის წარმომადგენლები არიან ქართულ ოცნებაში, პარტიაში, მათ ინტერესების გამტარებელი პარტია რეალურად, ხო? ამიტომ ზოგადად როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც პოლიტიკურ ძალაზე და პარტიაზე, ხო? ის პარტია ყოველთვის გარკვეულ ადამიანებს უკავშირდება და გარკვეულ ადამიანების ინტერესების გამტარებელია, ხო? ქართული ოცნება არ არის იდეოლოგიის მქონე პარტია, ჩვენ რო შეგვეძლოს იმის თქმა, რომ აი რაღაცა იდეოლოგიის და შეხედულებების მქონე ადამიანების ინტერესების გამტარებელი პარტიაო, ესე რომ დავარქვათ. ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას იდეოლოგია არ გააჩნია. შესაბამისად, ქართული ოცნება ვისი ინტერესების გამტარებელია კითხვაზე, ну, რა თქმა უნდა, საკუთარი ვიწრო. ხო, რაღაც ვიწრო რეალურია, ნების არსებობის შემთხვევაში, ფასებს რო დავუბრუნდეთ, აი ესე დაისვა საკითხი, რომ ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ვიძიებთ და რაღაც მე მაინც რა თქმა უნდა ახლა არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ცოტა როგორი განცდა მრჩება, იცი რომ ნების არსებობის შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივად არის შესაძლებელი ამ საკითხის გადაჭრა, ხო? აქ შესაძლებელი ბევრი არაფერი არ არის. გასაგებია რომ ფასები იმითოა კატასტროფულად მაღალი, რომ ვიღაცები ზედმეტად დიდ მოგებას ნახულობენ. აი ამ ნების არსებობის შემთხვევაში რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს, რომ მართლა რაციონალური გახადოს საკვე პროდუქტებზე ფასები, რომ ადამიანებს ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეთ ცხოვრება. ნება თუ არსებობს, საქართველოში არსებობს ჩვეულებრივი ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც შეუძლია, რომ აი ეს ხელოვნური გაზრდილი ფასები, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, ის ფასები არის უბრალოდ იმის ხარჯზე, რომ მონოპოლია უკვე გარკვეული აი ეს მსხვილი ბიზნესი არსებობს, რომელსაც აი ეს მარკეტები აქვს ქვეყანაში და მათ მიერ, ну, აი ესეთი გარიგება, რომ აი რაღაც ფასები შეთანხმებულად დგინდება, იმიტომ რომ შეუძლიათ მათ ეს ამის უფლება მისცენ თავის თავს, ერთმანეთთან შეთანხმდებიან, რომ რა ფასის სამდე უნდა გაზარდონ და ну, მაგის მიხედვით ადგენენ ფასებს, სხვა კონკურენტი უფრო წვრილი ბიზნესი მათ კონკურენციას ვერ უწევს, იმიტომ რომ ესენი არიან სრული მონოპოლია აქვთ ქართულ ბაზარზე, ხო? ამიტომ მათ შეუძლიათ რომ განსაზღვრონ ფასები, როგორც უნდათ. ეგ საერთოდ ეგ ეკონომიკაში არის ძალიან ცნობილი მოვლენა, რომ მონოპოლიას თუ აღწევს რაღაც კომპანია, მას მერე შეუძლია ფასები თვითონ განსაზღვროს. ეს არის სერიოზული პრობლემა. ამიტომ ამისთვის სახელმწიფოში პირდაპირ სისტემაში არის უკვე გათვალისწინებული მექანიზმები, რომლის ნების შემთხვევაში ამუშავების პირობებში ეგ უნდა დარეგულირდეს. უბრალოდ მაგის მთელი პრობლემა საქართველოში მაგასთან მიმართებაში და ასევე არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლების და მსხვილი ბიზნესის აი მონოპოლისტებს შორისაც არის ხოლმე რა თქმა უნდა გარიგებები. ეგ არის რაც რეალური თუ კი ვიღაცას გონია რომ აი ეგ რაღაც განცალკევებული, ეგ ეგრე არ მუშაობს. რეალობა არის ასეთი, რომ მსხვილ ბიზნესმენებს აქვს ბევრი ფული, გარიგების მექანიზმები გააჩნია, თქვა თავრობის წარმომადგენლებთან და ეგრეც ხდება ხოლმე. ანუ რა თქმა უნდა, მათ შორის არის გარიგება, რაც მერე თვალს კუჭავს იქ, ვითომ კორუფცია ვერ აღმოაჩინა, ვითომ არაფერი პრობლემები არ არის და ასე შემდეგ. ანუ მთელი რიგი სახელმწიფო რასაც
თვალყური უნდა მიადევნოს, იმაზე თვალის დახუჭვა ხდება ხოლმე. ხო, ეგ ხო ყველას ისმის, რომ ეგ ეგრე მუშაობს, ამიტომ პრობლემაც ეხლაც ზუსტად მაგაში მდგომარეობს. ნება არ არის, იმიტომ რომ ხეირია პირდაპირ რაღაცა მიმართულებიდან და თუ აი ვიღაცას ჯერა რომ საქართველოში ხა რაღაც მართლა ასეთი რაღაც ფასებზე ნერვიულობს მთავრობა, პრობლემა რაში მდგომარეობს მაგ წარმოდგენაში, მაგას ახსნა. მაგის წინა პირობა უნდა არსებობდეს, ანუ მოტივი, აი მაგალითად რაღაცა დანაშაულს, როცა პოლიცია მიაგნებს, ხო? იმ დანაშაულს იძიებენ როგორ მოტივს არ ყვევენ, ვინ შეიძლება ჩაიდინოს ეს დანაშაული, ხო? თუ მოტივს დაადგენ, მაშინ ადვილი ხდება ვინ გააკეთა მაგისი დადგენას. და ხა ქართული ოცნების მოტივი ცოტა სხვა მიმართულებით მიანიშნებს, ანუ მათი მოტივი არ მიანიშნებს იქითკენ რომ უცბად ფასები დაუწიონ. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ. ეხა ტელევიზიები, რა თქმა უნდა, როცა გადმოსცემენ, აი ხა მაგალითად ჩვენ რაც გავუშვით, ხო? მანდაც ეგეთი ის იყო ნათქვამი, რომ ფასები რომ დაიწიოს და არც ბიზნესის ინტერესები რომ არ შეეწიროს ამ ყველაფერს. ეგ ხო შეუძლებელი. ფასები იმიტომ არის მაღალი, რომ ბიზნესის ინტერესებია ეგეთი, ხო? ანუ ბიზნეს აწყობს, რომ რაც შეიძლება მაღალი ფასები იყოს. ეხლა თან ეგ აწყობს რა თვალსაზრისით, ეხლა რა თქმა უნდა ის ფასები თუ არანორმალურად გაზარდა, მაშინ ვერც ვერავინ ვეღარ იყიდის და შესაბამისად ჩავარდება, ხო? ეგ არის რაღაც ზღვარზე, ანუ ხო, ზღვარზე მაქსიმალურ ბიზნესს აწყობს, რომ ადამიანები მაინც რომ ყიდულობენ, მაგრამ მაქსიმალურად ძვირი როა.